და დღის სხვა თემები სტრასბურგის სასამართლომდე მისული დავა მიხეილ მაჭავარიანის ნათესავს ქონების მითვისებასა და დოკუმენტზე მოტყუებით ხელმოწერაში ადანაშაულებენ. უთანხმოების მიზეზი ზემო ვაკეში მშენებარე სახლია, რომელსაც დეპუტატის სიმამრის ძმა აშენებს. ჯაფარიძის ქუჩის მცხოვრები ტოპიკ კურბანოვე მაჭავარიანის ნათესავს ნათესაური კავშირების გამოყენებასა და სასამართლოზე ზეწოლაშიც ამხელს. ჟღენტის ძმა იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრია. დავის დეტალებს დღეს ბელა ზაქაიძე არკვევდა. ახურებო თქვენ. მიხეილ მაჭავარიანის სოლის ნათესავს სახლის მშენებლობა მეზობლების პროტესტის ფონზე უწევს. ზემო ვაკის ნომერ 6-ში სახლს მაჭავარიანის სიმამრის ძმა თემურ ჟღენტი აშენებს. მიხეილ მაჭავარიანის სიმამრი რამაზ ჟღენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია. თემურ ჟღენტს ტოფიკ კურბანოვი საკუთრების მიტაცებაში ადანაშაულებს. თავიდან ჩემი ძმის სახლი იყო აი იქა. აი შუა აი აქ ნაწილამდე იყო ჩემი ძმის. ორ სართულიანი სახლი, ერთი სართული იყო, მეორე მანსარდა იყო. გაიყიდა 1/3 ლიტր ა. საერთოდ რა, ჩემი დები სუკოლესი იყო აბაზანა, კუხნა, ტუალეტი ცალკე იყო. არ არის გაყიდული. მაგან აიღო ეგეც დაანგრია. მფარველობს ამას მიშა მაჭავარიანი და მაგის სიმამრე არის თემურ ჟღენტის ტყუპის სალია. კურბანოვი ამტკიცებს, რომ მამაპაპისეული უძრავი ქონებიდან 1/3 თემურ ჟღენტს 1996 წელს მიჰყიდა. თუმცა შემდეგ ჟღენტმა ის ქონებაც მიითვისა, რომელიც არ მიუყიდია. ჟღენტის საკუთრებაში მოხვდა კურბანოვების ბავშვების ოთახის ნაწილი, რომელსაც ახლა დანგრევას უპირებენ. კურბანოვები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ გამოიტანა, რომელსაც იურისტის შესაბამისი დიპლომი არ აქვს. რაც იყიდა ბინა, ის ბინა გააფორმა, დანარჩენი დაუმატა და დაუმატა. როგორ გააკეთა, როგორ გააფორმა, არ ვიცი. როგორ მიიღეს სასამართლოს, ისე რომ დიპლომი არ აქონია იმ მოსამართლეს. კურბანოვების ადვოკატი ამბობს, რომ თემურ ჟღენტმა ქონება მოტყუებით მიითვისა. ტოფიკ კურბანოვმა ქართული წერა-კითხვა არ იცის და დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს. გავლენის გარეშე ასეთ უკანონო გადაწყვეტილებას სასამართლო არ მიიღებდა. მისი ტყუპის სალი რამაზ ჟღენტი, რომელიც არის დღევანდელ დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს წევრი. და ამავე დროს მისი, ასე ვთქვათ, სიძე ამ რამაზ ჟღენტის პარლამენტის დეპუტატი ბატონი მიხეილ მაჭავარიანი. თემურ ჟღენტის წარმომადგენელი საკუთრების კანონიერებაზე საუბრობს. თავად თემურ ჟღენტმა სატელევიზიო კომენტარი არ ისურვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. რამაზი რო ჩარეულიყო და მაგრამ ვინმე ჩარეულიყო 96-დან კი არ მექნებოდა დავა. ელემენტარული ლოგიკით მიყვართ მაგდასწრამდე. თქვენ მოსული ხართ ტენდენციურად გააშუქოთ და კარგად იყავით მეორე შეჭამთან აზარეკოთ აკა. ედა ეს გვარი დასახელი პირველად მეკნება მიმართეთ თქვენი ლოგიკით თუ მიმსჯელებთ ცოლის ნათესავი არ არის მე ასე არ ვფიქრობ მფლობელი ვინც იყო მიყიდა ეხლანდელ მესაკუთრეს და შემდეგ ფულიც აიღეს ამ ნაკვეთში და შემდეგ ამ ნაკვეთზე უნებართოდ ააშენეს კიდევ თავისი კედელი. კურბანოვები მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული ქონების დათმობას არ აპირებენ. თემურ ჟღენტი კი მიიჩნევს, რომ ეს მისი საკუთრებაა, რომელსაც დანგრევას უპირებს.